საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვივნენ. დღევანდელი შეხვედრა ზაზა ვაშაყმაძემ გახსნა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით სააგენტო უკვე მერვე წელია აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად. მისი განმარტებით პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით ინტერრელიგიური კალენდარი და ძველი აღთქმის კანონიკური წიგნები. უკვე დაბეჭდილ 5 წიგნს წელს დაემატა ბიბლიის მე-6 წიგნი იესო ნავეს ძე. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მე-6 წიგნი და 2025 წლის ინტერრელიგიური კალენდარი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე წლებია რაც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში შიში მოპირთა უფლებების დაცვის კუთხით პროექტებს. ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ წელს. ეს პროექტი არ არის ასე ვთქვათ ახალი. 2018 წლიდან ხორციელდება ასე ვთქვათ დაწყებული პროექტი. პირველი ეს გახდათ ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტით, როდესაც გაჩნდა საზოგადოებაში მათი მხრიდან თხოვნა დასრულებული რელიგიის სააგენტომ გაითვალისწინა მათი თხოვნა და მოთხოვნა. ამას მოჰყვა ის, რომ უკვე 2020 წლიდან მათივე თხოვნით ასე ვთქვათ დაყენებული იყო შეხვედრაზე ჩვენთან შეხვედრაზე საკითხი, რომ თუ იყო შესაძლებელი ძველი აღთქმა ყოფილიყო, ანუ ბიბლიის ასე ვთქვათ თავების დაბეჭდა მომხდარიყო, ეს თხოვნაც გათვალისწინებული იქნა სააგენტოს მხრიდან და ახალი პროექტი წამოიწყო. უკვე დღესდღეობით ფაქტურად წლებია ორი პროექტი ერთდროულად, როგორც ინტერრელიგიური კალენდარი, ასევე ძველი აღთქმა და 2020 წლიდან უკვე ძველი აღთქმა იბეჭდება ყოველწლიურად ბრაილის შრიფტით. ეს თავისთავად უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ მე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ მსგავსი სახის პროექტი არც ერთ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს. მოგეხსენებათ რელიგიის სააგენტოს თავის კოლეგა ორგანიზაციებთან ამყარებს ურთიერთობებს ევროპის და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობაში, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენი შეხვედრებისა და დიალოგების ფორმატში ნოვაცია მათთვის აღნიშნული პროექტი და ითხოვეს თუ შეიძლებოდა ეს ჩვენი ქართული გამოცდილება მათთვის გაგვეზიარებინა. ამის გარდა მე კიდე მინდა დავამატო ერთი მათთვის ასიხარულოთ, რომ სააგენტომ უკვე ფაქტობრივად ჯერ კიდევ შარშან და ფაქტობრივად მეორე წელია მათივე თხოვნით იქნა გათვალისწინებული და თბილისის ცენტრალურ ასე ვთქვათ ეკლესიებში, ქაშვეთში, სიონში, სამებაში და კიდე მრავალ ასე ვთქვათ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრაილის შრიფტით ასე ვთქვათ ლოცვები განათავსა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი პროექტში, იმიტომ რომ უსინათლო ადამიანები ვგრძნობთ თავს დაფასებულად, მნიშვნელოვნად და კარგი პრეცედენტია კიდევ სხვა ორგანიზაციებისთვის, რომ ეს იყოს მათთვის მაგალითი, როგორ შეიძლება უსინათლო ადამიანს გაუმარტივო და შეუმსუბუქო ყოფა, როგორ შეიძლება რომ თავი აღგრძნობინო დაფასებულად და მნიშვნელოვნად.